შინური ავტომობილების გაყიდვების სტატისტიკა ასახავს გლობალურ ტენდენციას, მომხმარებლის მზარდ ინტერესს ტექნოლოგიურად განვითარებული ენერგოეფექტური და ხელმისაწვდომი ტრანსპორტის მიმართ და ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მათ შორის ადგილობრივი წარმომადგენლებიც, რომელთა შორის E-Motors Georgia ერთ-ერთი გამორჩეული კომპანია არის ინდუსტრიაში. დაარსებიდან მხოლოდ წელიწად ნახევარში კომპანიამ მნიშვნელოვანი პოზიცია დაიმკვიდრა ქართულ საავტომობილო ბაზარზე და დღეს იგი მომხმარებლებს ახალ მულტიბრენდულ შოურუმს თავაზობს, რომელიც აკაკი ბელიაშვილის 131 ნომერში გაიხსნა. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ განახლებულ სივრცეში სტუმრობა სასიამოვნო და მათ შორის საინტერესო გამოცდილება იქნება ყველასთვის, ვინც თანამედროვე ავტოინდუსტრიით არის დაინტერესებული. სტუდიაში ყავს E-Motors Georgia-ს გენერალური დირექტორი ირინა დარჩია და სწორედ ირინასთან ერთად ვისაუბრებთ კომპანიის განვითარების სტრატეგიაზე, ბაზრის მიმდინარე მდგომარეობაზე და ასევე ცხადია სამომავლო გეგმებსაც მოვიკითხავთ. დილომშვიდობის ეი. დილომშვიდობის, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა სტუმრობისთვის. მე მოვასწარე უკვე ახალ შოურუმზე საუბარი ბელიაშვილის 131-ში, ეს გასული კვირის ბოლოს იყო. მართლა არაჩვეულებრივი სივრცეა, ჩვენ მოვახერხეთ BMG Drive-ის ერთ-ერთი თემის წარდგენისას ამაზე საუბარი. ეს არის ის დანაპირები, რაზეც E-Motors Georgia-ს აღმასრულებელი გუნდი BMG სტუდიაში საუბრობდა განვითარების გეგმებთან მიმართებით და მოხარული ვარ, რომ ეს ყველაფერი შესრულდა იმაზე სწრაფად, ვიდრე წარმოგვედგინა, რა პოზიციებია დღეს რა ხდება ბაზარზე და როგორ ვითარდება E-Motors-ი, ამით დავიწყოთ ირინა და რაც თავარია ეს მულტიბრენდული ახალი შოურუმი. კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის და დაინტერესებისთვის და მადლობა, რომ მუდმივად ჩვენს გვერდში ხართ. რაც შეეხება ჩვენს განვითარებას, ახალი შოურუმის მეტყველებს იმაზე, რომ უკვე დიდი ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ ბაზარზე. წელიწად ნახევარია, რაც ვარსებობთ და ვფიქრობთ, რომ წელიწად ნახევარში საკმაოდ ჩვენი ხელი დაიწყო ქალაქს, ჩვენი ბევრი ავტომობილი დადის, რადგან ჩვენ ჯიტურით თუ ვიბჯელებთ, უკვე მინიმუმ ამ ბრენდით ძალიან ჭირს. კი, ეს ბრენდი ნამდვილად ტოპ გაყიდვების გამოარჩევა მომხმარებელმა ირინა ჯიტური. კი, რატომღაც მაქსიმალური მოთხოვნა ყოველთვის klients აქვს ჯიტურზე. საოცარია ჩვენ სხვა ბრენდებით ძალიან კარგი გვყავთ, თუმცა რატომღაც გახდა ესეთი ბესტსელერი, ასე ვთქვათ, ავტომანქანებში. რაც შეეხება ახალ შოურუმს, ისევ ბელიაშვილზე დავიდეთ ბინა, ოღონდ 131 ნომერში ამჯერად, დიდი შოურუმი გავხსენით უფრო, ვფიქრობთ, რომ განვითარებისთვის ეს ნამდვილად აუცილებელი იყო. ჩვენი სხვა ბრენდებიც, რა თქმა უნდა, აქვე არის წარმოდგენილი. ჯეტურის გარდა IM Motors წარმოვადგენთ, Forcings, იმ ბრენდებს, რომელსაც აქამდე წარმოვადგენდით, Honchi, iCar-ი, რომელიც ჩერის შვილობილი კომპანია არის. ეს ბრენდები, რა თქმა უნდა, გვყავს ისევ, თუმცა ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ანუ უფრო დიდი გაყიდვები რომელ ავტომობილებსაც აქვს, ჩვენს ძირითადი მიმართულება ამ ავტომობილებს მივეცით. ნუ ბიზნესი არის და გესმით ჩვენიც რა. შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ბელიაშვილის 131-ში E-Motors-ის ახალ საქმიან სივრცეში არის ფაქტიურად მთელი თქვენი პორტფელი თავმოყრილი. კი, აბსოლუტურად. თავიდან ბოლომდე წარმოგიდგენთ მთელ ჩვენს პორტფელს. და ეს ხედვა და მიდგომა, რაც E-Motors აქვს, რომ მხოლოდ ერთი მანქანის შესყიდვით არ სრულდება ურთიერთობა და შემდეგ უკვე მომსახურების მიმართულებებიც აქტიურად არის, ესაც გრძელდება უბრალოდ არა 131 ნომერში, ხო? აუცილებლად ესეც გრძელდება, ეს იყო თავიდანვე ჩვენი მიზანი, რომ ჩვენ გაყიდვის შემდგომი მომსახურებები გქონოდა ძალიან განვითარებული და გვაქვს ასევე. სერვისი დარჩა იგივე მისამართზე, აკაკი ბელიაშვილის 45B ნომერში, სადაც მომხმარებლები უკვე პირდაპირ მიდიან და იქ იღებენ სერვისის მომსახურებას, ხოლო ავტომანქანების შესაძენად ახლის დასათვალიერებლად უკვე შოურუმს სტუმრობენ. მოთხოვნადი მანქანა ჯიტური, თუმცა ის შეთავაზებები, რაც E-Motors მუდმივად აქვს მომხმარებლებისთვის, რა კომპლექსური მიდგომებით არის დღეს წარმოდგენილი? იცით როგორია, გააჩნია ხოლმე რა ხდება იმ მომენტში ბაზარზე. ყოველს კვლევას ვაკეთებთ ხოლმე რეალურად, აი გაყიდვების კვლევას ვაკეთებთ, მონაცემებს ვიღებთ ხოლმე, რომელი მანქანები იყიდება და ასე შემდეგ. იმის მიხედვით ვაკეთებთ ხოლმე შეთავაზებასაც.
არა მარტო მოდელებზე, არამედ აი ფასდაკლებებსაც ეგრე ვარჩევთ ხოლმე, რომელი ავტომობილები არის მაგალითად იმ მომენტში ყველაზე მოთხოვნადი, რა ეს სიამოვნება ჩვენს მომხმარებელს და იმის მიხედვით ვაკეთებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე არის რომ ელექტროავტომობილები ეს თავიდანვე ნათქვამი გქონდა როგორც კი ბაზარზე გამოვჩდით რომ ჩვენი მისია არის რომ ელექტრომობილები პოპულარული გავხადოთ უფრო საქართველოში, ამიტომ ამას ისევ მკაცრად ვიცავთ და გვინდა ძალიან რომ ელექტრომობილებით დავაკომპლექტოთ საქართველოს ავტოპარკი. და დინამიკაში რასაც აკვირდებით, როგორი არის ელექტრომობილები? იცით როგორ არის ინტერესი ძალიან დიდია. თუმცა გაყიდვებით ნამდვილად ჯეტური არის ბესტსელერი და ამიტომ ელექტრომანქანებზე მეტად. თუმცა ჯეტურს უკვე ყავს დატენოადი ჰიბრიდებიც, რომელიც ნახევრად ელექტროავტომობილს გულისხმობს, რომელსაც წაინი და ასევე უფასოდ დადიხარ რაღაც გარკვეულ კილომეტრაჟს და შემდეგ უკვე საწვავის გამოყენება გჭირდება. ეს მოდელები ძალიან პოპულარული გახდა. და აქვე მივაბავ გიორგი თუ შეიძლება როგორც გითხარით უკვე ეთერში შემოსვლამდე ტეორი რო ყავდა ბენზინის ყავდა წარდგენილი უკვე დატენოადი ჰიბრიდებს წარმოგიდგენთ ამ მოდელის და ასევე უკვე ახალი მოდელი ახალ შოურუმში პირველად წარვადგინეთ T1 რომელიც ასევე არის Jeep-ის ტიპის ავტომობილი და თვის ბოლოს ისიც დატენოადი ჰიბრიდიც გვეყოლება უკვე. ანუ ეს მოდელები მთლიანად უკვე არის წარმოდგენილი, თვის ბოლოდან იქნება ხელმისაწვდომი ფიზიკურად. T2 უკვე ხელმისაწვდომი არის. T1 მხოლოდ შიდა წვისრავიანი არის ამ წუთას შოურუმში წარმოდგენილი, თუმცა დატენოადი ჰიბრიდს თვის ბოლოს უკვე წარმოგიდგენთ. მაქსიმუმ ნოემბრის პირველ კვირაში გზაშია და ველოდებით უკვე. და ამაზე მოთხოვნა იყო მომხმარებლების მხრიდან? მოთხოვნა იყო, კი, ბევრი ითხოვდა ბაზარზე, რომ აი თან რო დავტენო, თან რო საწვავი ჩავასხა, მაინც ჯერჯერობით საქართველოში არის ეს რაღაცა დაბრკოლება, რომ დიდი გზაზე რომ მივდივარ, მეშინე არ დამიჯდეს და ასე შემდეგ და სწორედ ამიტომ თვითონ ქარხანამ გადაწყვიტა, რომ ესეთი ტიპის ავტომობილებიც გამოეშვა, რომელიც იქნებოდა თან ელექტრო, ქალაქში ელექტროთი მოძრავებდნენ და თუ მაგალითად გაუვალ ისეთ ადგილას იქნებოდა, სადაც ავტომობილს ვერ დატენიდნენ, იქ ბენზინი გამოიყენებინათ. თუმცა მე მგონი იმის საშიშრობა აღარ არის, რომ თბილისიდან ბათუმში ჩავიდეთ ელექტრომობილით უპრობლემად. არა, თავისუფლად ჩადიხართ მე თვითონაც. ის გახდა რაღაცა რა, ეს ელექტრომობილების საზომი გახდა, იმიტომ რომ რეალურად ხო მაინც ყველაზე ხშირი მოძრაობა მან უწევს ხოლმე მომხმარებელს. თუმცა აი ამ მოტორსი, რომელიც ყავს ელექტროავტომობილები, ისეთ კომფორტს ქმნის, ისეთი ელემენტი აქვს, რომ ბათუმში ჩასვლა საერთოდ არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს და იქიდან ჩამოსვლაც გზაში შეიძლება დატენვა მოგიწიოთ, მაგრამ უკანა გზაზე შეგიძლიათ რომ გარისკოთ და წამოხვიდეთ. ინფრასტრუქტურული განვითარების გარდა, როცა იმ მოტორსი იქოქებოდა, თქვენ ანონსებდით იმავდროულად პორტფელის გამრავალფეროვნებას, მუდმივ კომუნიკაციას ჩინეთის მხარესთან, იქ საკმაოდ ხშირ ჩასვლებს, რაზეც არა მხოლოდ აღმასრულებელი გუნდი, არამედ თქვენი ტექნიკური გუნდიც მუდმივად იგზავნით, სადაც გადამზადებას გადიან. თქვენი გეგმებიდან გამომდინარე, მინდა გადავიდე ამ ნაწილზე ჩვენი საუბრის აირინა. მაინტერესებს რამდენად გრძელდება ეს თქვენი ხედვის ნაწილი, რომ იმოტორსის ტექნიკური გუნდი მუდმივად ჩადის, სწავლობს რა და როგორ არის, რომ სერვისი იყოს მაქსიმალურად დახვეწილი და მეორე, მთლიანად პორტფელთან მიმართებით რა გეგმები გაქვთ და აპირებთ თუ არა კიდევ გამრავალფეროვნებას ამ პორტფელისა. იცით რა, ბოლოდან დავიწყებ თუ შეიძლება. მრავალფეროვნებას რაც შეეხება, გააჩნია ჩვენი ქარხნები, ანუ მომწოდებლები, რაც შემოგთავაზებენ. ჩვენ იმის მიხედვით ვარჩევთ რეალურად მოდელებს. ეხლა წლის ბოლოს საკმაოდ ისეთი ვფიქრობ, რომ მოთხოვნადი მოდელი ანონსდება, რომ უკვე შეკვეთა შეგვეძლება. დუბაიში მივდივართ ახლა პრეზენტაციაზე, საქართველოს ბაზრისთვისაც მზადდება უკვე ეს ავტომობილი, იანვრიდან ისიც გვეყოლება, შემდეგ აუცილებლად გიამბობთ ამის შესახებ. გადავიკვეთებით. აუცილებლად ხო და ძალიან საინტერესო ავტომობილი არის და ვნახოთ რა ვიცი მრავალფეროვნებას რაც შეეხება ქარხნებზე ვართ პრინციპში დამოკიდებული ჩვენ ყოველთვის ვაწვდით ჩვენი ბაზრის მოთხოვნას ყოველთვის უკვე აქედან გამომდინარე იმ კვლევებს რომელსაც თქვენ აუცილებლად კი ყოველთვის ეს გვაქვს კომუნიკაცია გვაქვს ყოველდღიური თითოეულ ქარხანასთან ყოველდღე ვუყვებით თუ პრობლემას მოთხოვნას კლიენტის აბსოლუტურად ყველაფერს ამის მიხედვით გვთავაზობენ შემდეგ უკვე მოდელებს და ნახოთ, იმედი გვაქვს, რომ მაქსიმალურად მრავალფეროვანი იქნება ბაზარი. ინა, რამდენად მოერგო დაიხვეწა
შეისწავლა ყველა ის დეტალი, რაც განსაკუთრებით აინტერესებს ყველა თქვენ პარტნიორს და კლიენტს, არსებობს თუ მომავალს, ტექნიკური გუნდი, რომელსაც თქვენ მუდმივად გზავნიდით გადამზადებაზე, შესწავლაზე და სხვადასხვა თემებზე. რამდენად უწყვეტია ეს პროცესი და გრძელდება? უწყვეტი არის, წინა თვეში ჩამოვიდნენ, ზუსტად იყვნენ ერთკვირიან ტრენინგებზე წასულები ქარხნებში. ამას დაახლოებით კვარტალში თუ არა 4 თვეში ერთხელ მაინც უწევთ ხოლმე რომ ტექნიკური ჯგუფი წავიდეს იმის გარდა რომ მენეჯმენტი დავდივართ კონკრეტულ შეხვედრებზე, მოდელების არჩევებზე და ასე შემდეგ ტექნიკური ჯგუფი კვარტალში ერთხელ მაინც უწევთ რომ წავიდნენ. თუ არ მიდიან ისინი ჩამოდიან, ანუ ეხლა მაგალითად ყავდა ჩამოყვანილი ესენი იყვნენ წასულები წინა თვეში, რომ ჩამოვიდნენ, შემდეგ აქ იყო ტექნიკური ჯგუფი კონკრეტულ მაგალითებზე გადიან, კონკრეტულ მაგალითებზე სწავლობენ და უწყვეტი რეჟიმი არის ეს და ყოველთვის ამით ფიქრობ, რომ ეს არის ჩვენი რაღაცნაირი ნიშა, რომელსაც კაცრად დავიცავთ ბოლომდე. თავიდანვე ამით შემოვედი, თავთერსელის მომსახურება რომ უნდა გქონოდა გამართული. წარმატებები იმოტორს ჯორჯიას გუნდს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მით უმეტეს იზრდება ეს გუნდი და არასრული 2 წლის განმავლობაში ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და პორტფელიური წინსვლა აქვს. ირნა დარჩია იმოტორს ჯორჯიას გენერალური დირექტორის სტუმრობდა